მოგესალმებით ყველას. ამ ვიდეო გაკვეთილში მინდა მოგითხროთ თუ როგორ შეიძლება პრეზენტაციის გაშლილი სახით განთავსება ბლოგზე. პრეზენტაციის ბლოგზე განსათავსებლად პირველ რიგში მოგვიწევს პრეზენტაციის ატვირთვა Google-ის აპლიკაციაში, რომელსაც ჰქვია Drive. ხოლო შემდეგ სპეციალური კოდის დახმარებით პრეზენტაციას განვათავსებთ ბლოგზე. მაშასე შევუდგეთ, გამოვიძახოთ Google Chrome და სამისამართო ზოლში ავკრიფოთ ელექტრონული პოსტის მისამართი www.gmail.com და დავასრულოთ Enter. ავკრიფოთ პაროლი და დავაჭიროთ ღილაკ Sign in. როგორც ხედავთ, შევდივართ პოსტაში. მარჯვენა ზედა კუთხეში დავაჭიროთ აპლიკაციების ღილაკს. შესაძლებელია Drive-ის გამოსახულება ამ ჩამონათვალში არ იყოს. ამიტომ დავაჭიროთ ღილაკს More. სასურველია Drive-ის პიქტოგრამა განთავსებული იყოს პირველ დაფაზე. ჩავეჭიდოთ Drive-ის პიქტოგრამას, გადავიტანოთ პირველ დაფაზე და ავუშვათ თითი. ამის შემდეგ დავაჭიროთ Drive-ის პიქტოგრამას. თქვენ მიიღებთ გამოსახულებას, სადაც გირჩევენ, რომ ჩამოტვირთოთ Drive-ის აპლიკაცია. პატარა ასოებით არის აგრეთვე წარწერა No thanks. დავაჭიროთ ღილაკს No thanks. Drive-ის ჩამოტვირთვას თქვენ მოგვიანებითაც შევძლებთ. ამის შემდეგ თქვენ დაახლოებით აი ამ გამოსახულებას მიიღებთ. ამ ფანჯარაში გთხოვენ მოსინჯოთ Drive-ის ახალი ვერსია. მინდა გითხრათ, რომ ზოგიერთ სიტუაციაში თუ თქვენ Google-ის პოსტაზე ახალი რეგისტრირებული ხართ, მაშინ თქვენ შეიძლება განსხვავებული გამოსახულება გქონდეთ. ჩვენც ახლა ვეცდებით დავაყენოთ Drive-ის ახალი ვერსია. ამისათვის შესაძლებელია დააჭიროთ ლურჯ ღილაკს ან ინსტრუმენტების დაფიდან ავირჩიოთ Experience the new Drive. ამ ფანჯარაში გილოცავენ და გვეპატიჟებიან ახალ Drive-ში. შეგვიძლია დავხუროთ X-ით. მინდა გაცნობოთ, რომ ახალ Drive-ს გააჩნია ქართული ინტერფეისი. ქართული ინტერფეისის შესარჩევად დააჭირეთ Settings, ისევ ღილაკს Setting. ამ ფანჯარაში Change Language Setting. დავაჭიროთ ენების ჩამონათვალს. მარჯვენა მხარეზე არის კიდევ დაფა. ამ ჩამონათვალშიც არ არის ქართული ენა. შემდეგ დავაჭიროთ მანაც სანამ მეორე სვეტში არ აღმოაჩენთ წარწერას ქართული. იმისათვის რომ ჩვენს მიერ განხორციელებული ცვლილებები აისახოს ეკრანზე, საჭირო არის დავაჭიროთ ღილაკს Reload და მართლაც უკვე გადავედით ქართულ ენაზე. დააჭირეთ ისარს მარცხნივ და ხედავთ, რომ Drive-ის ინტერფეისი გახდა ქართული. აქ ერთი ასეთი ნიუანსი არის. ამ ცვლილებების შენახვის შემდეგ ჩვენი პოსტის ინტერფეისიც გახდება ქართული და ეს გარკვეულ უხერხულობებს გამოიწვევს. როდესაც ჩვენ შემდეგში ჩავიტვირთებით ამ გვერდზე, ნახავთ, რომ პოსტის ინტერფეისიც ქართულია. რა თქმა უნდა, ჯობია რომ პოსტა ქართული იყოს, მაგრამ ქართულ პოსტას აქვს ერთი ნიუანსი. შეცდომა, რომელიც ჯერჯერობით არ არის გასწორებული. აი აქ უკვე შეუძლებელია Drive-ზე გადასვლა. შეიძლება თქვენ Drive-ის პიქტოგრამები გქონდეთ, მაგრამ ჩართული არ იყოს. ამიტომ გთხოვთ, რომ პოსტის ინტერფეისი გადავიყვანოთ ინგლისურ ენაზე. ამისათვის დააჭირეთ პარამეტრებს, ისევ პარამეტრები, Gmail-ის ინტერფეისის ენაში აირჩიეთ ინგლისური ენა და დავაჭიროთ ცვლილებების შენახვის ღილაკს. ამის შემდეგ დავუბრუნდებით ჩვეულებრივ რეჟიმში. დავუბრუნდებთ ჩვენს ამოცანას. ესე იგი, ჩვენ გვინდოდა, რომ პრეზენტაციის ფაილი განგვეთავსებინა ბლოგზე, გაშლილი სახით. ამისათვის აუცილებელია, რომ ჩვენი პრეზენტაცია ავტვირთოთ Drive-ზე. დავაჭიროთ ღილაკს ახალი და დავაჭიროთ ფაილის ატვირთვას. ვინაიდან ჩვენი პრეზენტაცია არის ფაილი.
გვეკითხებიან, სად მდებარეობს ჩვენი პრეზენტაცია. ეს პრეზენტაცია მე სამუშაო მაგიდაზე მაქვს განთავსებული და მას ქვია Intel-ის ტრენინგები ვერსია 3. მოვნიშნოთ ეს ფაილი, დავაჭიროთ Opens. მარჯვენა ქვედა კუთხეში თქვენ ხედავთ Drive-ზე მიმდინარეობს ფაილის ატვირთვა. როგორც ხედავთ, ეს ფაილი Drive-ში აიტვირთა. შესაბამისად, წარწერაც არის ატვირთვა დასრულდა. თაგვის მარჯვენა კლავიშით დავაჭიროთ მიღებულ ფაილს. დავაჭიროთ გახსნა Google Slides-ის დახმარებით. როგორც ხედავთ, Google-ის საპრეზენტაციო პროგრამაც ქართულ ენაზეა. დავაჭიროთ ღილაკს ფაილი და დავაჭიროთ ღილაკს ვებში გამოქვეყნება. ამ პანჯარაში დავაჭიროთ ღილაკს ჩაშენება. შემდეგ სლაიდის ზომაში ავირჩიეთ მცირე ზომის სლაიდი 480x389 პიქსელზე და დავაჭიროთ ღილაკს გამოქვეყნება. კიდევ ერთხელ გეკითხებიან, დარწმუნებული ხარ თუ არა რომ გსურთ ამ სელექციის შენახვაო, დავაჭიროთ ღილაკს OK და ჩვენ მივიღებთ სპეციალურ კოდს ჩაშენებისთვის. ეს პანჯარა შეგიძლიათ გაადიდოთ და ვინაიდან საკმაოდ რთული ტექსტია, რა თქმა უნდა, ჯობია რომ დავაკოპიროთ. აქ მითითებაც არის, დააჭერეთ Ctrl+C ღილაკს, ან იგივე მოქმედების შესასრულებლად შეგვიძლია თაგვის მარჯვენა კლავიშით დავაჭიროთ ლურჯ ფონზე. მიღებულ გამოსახულებაში დავაჭიროთ ღილაკს Copy და ამის შემდეგ შეგვიძლია დავხუროთ აი ეს ფაილი. დავუბრუნდეთ ფოსტას. აპლიკაციების ღილაკის დახმარებით გამოვიძახოთ ბლოგერი. ამ ვებგვერდზე უნდა ავირჩიოთ ჩვენი Intel-ის ბლოგი. ხოლო Intel-ის ბლოგში ახალი პოსტის დაწერა. დააჭირეთ ფანქრის გამოსახულებას. პოსტის სათაური გავაკეთოთ პროექტის პრეზენტაცია. შემდეგ დავაჭირეთ ქვედა ფანჯარაში. ჩვენს მიერ მონიშნული კოდი, რამდენადაც გახსოვთ, არის რაღაც სპეციალური სიმბოლოები. ამიტომ გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს HTML. ამ ღილაკის დაჭერის შემდეგ თქვენს ეკრანზე შესაძლებელია გამოჩნდეს HTML-ის რაღაც კოდები. საჭიროა ეს კოდები წავშალოთ. წაშლის შემდეგ ცარიელ ფანჯარაში დააჭირეთ თაგვის მარჯვენა კლავიშით და მიღებულ დაფაზე დააჭირეთ ღილაკს Paste. ამის შემდეგ გადავიდეთ Compose რეჟიმზე. რამდენიმე წამში თქვენი პრეზენტაცია ჩაიტვირთება. დააჭირეთ ღილაკს გამოქვეყნება Publish. დავაჭიროთ ღილაკს View Blog და თქვენ ნახავთ, რომ მართლაც გამოქვეყნდა ახალი პოსტი Intel-ის პრეზენტაცია. ამ პრეზენტაციის დათვალიერება შესაძლებელია ბლოგიდანვე. ამრიგად, თავი რომ მოუყაროთ ჩვენს მიერ შესრულებულ სამუშაოს, პრეზენტაციის გაშლილი სახით ბლოგზე განთავსებისთვის აუცილებელია პრეზენტაცია ავტვირთოთ Drive-ში, შემდეგ გავხსნათ Google-ის საპრეზენტაციო პროგრამის დახმარებით, დავაჭიროთ ღილაკს ვებში გამოქვეყნება, მივიღოთ სპეციალური კოდი, გამოვიძახოთ ბლოგერი და HTML კოდის სახით ჩავსვათ Google-ის საპრეზენტაციო პროგრამის მიერ მომზადებული სპეციალური კოდი. მადლობთ ყურადღებისთვის.